მაინც იყო მოთხოვნა და ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა ეროვნულ ბანკმა. ეხლა თუ ასე გაგრძელდა ვთქვათ გარკვეული პერიოდის მანძილზე, მე ძალიან ეჭვმეყარება რომ უკვე ითქვა რომ შესაძლებელი იყოს ამ ნიშნული შენარჩუნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში მაინც ეროვნული ბანკი ალბათ მაქსიმალურად ეცდება რომ ეს ნიშნული შეინარჩუნოს, მანამ სანამ აი დახმარების ძირითადი ნაკადი მოვა და ეს დახმარება არა 3 წლის მერე არა 3 წლის განმავლობაში მოვა. სხვა შორის მისი უდიდესი ნაწილი 2008 წლის დასაწყისამდე და 2009 წლის განმავლობაში მოვა. და ექსპერტები, რომლებიც ანგარიშობდნენ იმას, თუ დაახლოებით რამდენი ჭირდება ფინანსური დახმარება იმისთვის, რომ თქვა საგადამხდელო ბალანსში გარღვევა და ის ნაპრალი სავალუტო ამოივსოს, ისინი ამბობენ, რომ ეს თანხა 3.5 მილიარდია, თავდაპირველი თანხა 1 მილიარდი მოგესალმებით მე ცდილობ დაემატა. ეს თანხა 3.5 მილიარდი თითქოს საკმარისი იქნება, თქვათ, გრძელვადიან პერსპექტივაში აი ამ გარღვევის, თქვათ, დასაფარავად, მაგრამ არის მეორე საკითხი, ხა მოგესალმებით ძინვარებს მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ეს თანხებით გამოყოფილია, pledged. ანუ ეს ამ თანხების გარკვეული ნაწილი დამტკიცებულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ პროცედურები უნდა გაიაროს შესაბამისი ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით და ნუ როდის მივიღებთ ამ თანხებს, რამდენად დროულად მივიღებთ, აი ეს უკვე პრობლემაა. აი მაგალითად არის ესეთი ინფორმაცია, რომ თქვათ ევროკავშირიდან დაპირებული სერიოზული თანხები ჩვენ უნდა მიგვეღო თქვათ ამ თვეში და გადაიტანეს თებერვალში. Whereas გიგნოთ ბატონ თებერვალ გული. სანამ მე ლარის კურსთან დაკავშირებით. გადავალ აქ მსხდომთათვის ძალიან შეიძლება ბანალური რამ თქვა, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობისთვის ალბათ საინტერესოა იმის ცოდნა ეს ეროვნული ბანკი რომ გამოდის და ინტერვენციებს რო აკეთებს, რატო აკეთებს და საერთოდ რა არის ეს და ეს არის ის დეფიციტი, რომელიც არის სხვაობა საქართველოში შემოსულ ვალუტასა და საქართველოდან გასულ ვალუტას შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ეს საქართველოს მოიხმარს გაცილებით მეც იმპორტს, ვიდრე რაიმე ექსპორტს ახორციელებს და ვიდრე რაიმე ინვესტიციები შემოდის საქართველოში. რეალურად პრობლემა იმისი, რომ ეროვნული ბანკი ყოველდღე გამოდის და ინტერვენციას ახორციელებს, ეს არის დეფიციტი, საქართველოს სავაჭრო ბალანსის დეფიციტი. და ამის გამო იმ ფონზე, როცა ზუსტად პატრონერებმა სწორედ თქვა, არის სოფლიო კრიზისი, როდესაც ინვესტიციები არის შემცირებული, ეს ტენდენცია ვერ შეიცვლება, მანამ სანამ რაღაც რეალური შემოსავლები არ გაუჩნდება ქვეყანებს ახლა. და როცა დარტყმის ქვეშ არის სატრანზიტო ფუნქცია ქვეყნის, როცა ნდობა მთელი რიგი ეკონომიკის სარგების მიმართულებით პრობლემატურია, მე არ მინდა გავამოხოს არსებული მდგომარეობა, მე მინდა თქვა, რომ ტენდენცია, რომელიც დღეს არის აბსოლუტურად ობიექტური ტენდენცია. სხვა შორის მე მინდა იმ ადამიანებს, რომლებსაც დოლარში აქვს შემოსავალი და თვლიან ალბათ, რომ ნაწილი მათგანი ყოველ შემთხვევაში თვლის, რომ რაღაც უპირატესობა მიიღეს კურსის გაფუჭებით. მანდა მაინც ეს უპირატესობა არის ზეიმონ, იმიტომ რომ ეს კურსის გაფუჭება საბოლოოდ მაინც დაუბრუნდებათ ყველაფრის გაძვირებით, მათ შორის საქონლის გაძვირებით, იმპორტის გაძვირებით და ასე შემდეგ. ერთი რამ მინდა დავუმატო, ალეკო თუ შეიძლება აი საქონლის გაძვირებასთან დაკავშირებით, აი ამ გადაწყვეტილებას, ანუ ამ თქვათ საბირჟო ორდღიან ასე ვთქვათ რალის წინ უსწრებდა ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, რომ წლიური ინფლაცია ოქტომბერი წინასწრის ოქტომბერთან არის 7%. და მე ვფიქრობ, რომ ამა რაღაცა ხელისშემწყობი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. იმდენად წინა თვეებში ანალოგიური მაჩვენებელი თუ ჩვენ ვირწმუნებთ ამ მაჩვენებლებს, იყო ვთქვათ 10%-ზე მეტი და აგვისტოში 14%-საც მიაღწია. ანუ გაცვლა მარტივია თქვათ ფასების ზრდა საბოლოო ჯამში, თქვათ დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რომელიც იყო თქვათ ამ ნახტომისებურ, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაღმასვლამდე. მაგრამ ფაქტია, რომ მასშტაბი ისეთია ამ თქვათ ნახტომის, რომ ალბათ ეფექტი სამხმარებლო ფასებზე გაცილებით უფრო სტატისტიკის დეპარტამენტი გამოვიდა ხელისუფლების დაქვემდებარებიდან? სტატისტიკის დეპარტამენტი აპირებს გამოსვლას. აპირებს, ჯერ არ გამოსვლა. არა პრობლემა არ გაუშვებენ, იცოდეთ არ გაუშვებენ. ეს გამოდის 7 იყოს, 2 უნდა 2 იქნება რა. ალბათ თუ გაქვს ზუსტი მონაცემები, აი კონკრეტული რამდენიმე პროდუქტი როგორ გაძვირდა ამის მანძილზე. ჯერ უნდა გითხრათ, რომ მე კულუარულად ასე ვთქვათ, ვესაუბრე
იმ ადამიანს გუშინ მოხდა ეს, რომელსაც გარკვეულწილად ქვეყნის ეკონომიკის პულს შეუდევს ხელი და ისიც საკუთარი ჯიბისთვის ემზადება აი ამ წევებისთვის, ანუ პროგნოზებს ისინიც ვერ აკეთებენ და შესაძლებელია, ანუ თვითონაც, ამიტომ ამჯერა, როდესაც განსაუბრობთ ჩვენი მთავრობის ასეთ განცხადებების. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს. გუშინ დილით, როდესაც კონკრეტული თამაზე გეტყვით აფრიკაში შევედი, დილით 10 საათზე როცა ვიდა სადღაც 3 და 10 წუთი საღამოს უბრალოდ უკვე პროფესიული ინტერესების გამო გადავამოწმეს 3 და 50 თეთრი. შაქარზე იყო დილით 3 და 5 თეთრი, საღამოს იყო სადღაც ლარი და 50, ლარი და 30, ყველა მაღაზიაში სხვადასხვა. ანუ საშუალოდ 20-30 თეთრით იყო აი ამ რაღაცა 2-3 საათის მონაკვეთში გაზრდილი ფასები და ახლაც და ეს უნდა გავთავაზოთ, რომ ყველა მაღაზიაში, ყველა სავაჭრო დაწესებულებაში იყო სხვადასხვა ფასები. ანუ იყო აბსოლუტური უკონტროლობა. გუშინ და დღეს შედარებით ალბათ უფრო ქაოსი ქვია. ამას ქაოსი ქვია, ეს მართლა ქაოსია. შეიძლება ფასებზე მე მინდა მცირედი კომენტარიც უფლებას მომცემთ. ზედმეტად მეგობრებო, ყველაფერი ძალიან მარტივი. ჩვენ სამოხმარებლო ბაზარზე 80% არის იმპორტული საქონელი. ბუნებრივია იმპორტულ საქონელზე ფასეულობ გინდება ამ ფასში იმპორტიორი დებს გასვლით კურსს. თუ გასვლითი კურსი სტაბილურია, ის ფასებს ამ კუთხით არ შვლის. თუ გასვლითი კურსი ასეთი ფოთრავი რეჟიმით უფასურდება, ის დებს წინწრებას, რომ სირედად ყოველთვის ფასებს უმატებს რომ არ იზარალოს. მაგრამ როცა არის ნახტომი, მაშინ მისი პროგნოზი პრაქტიკულად არის შეუძლებელი. და რა ხდება? შემოიტანა იმპორტიორმა რაღაც პარტია, ამ პარტიის ნაწილი გაკიდა გუშინ, იმაში ჩადო ეს კურსი რაც იყო, ეხლა დარჩა რაღაც მეორე ნაწილი პარტიის გასაყიდი, ნახტომია. ანუ ამ ნახტომით ის რაც გუშინ გაკიდა, უკვე ხო იზარალა, აი რაც გუშინ იზარალა, ეს სრულიად უნდა დაუმატოს ამ ფასს. რაც დარჩა პარტია ამიძდის და კიდევ უნდა ჩადოს ის უნდობლობა, რომელიც მას აქვს, რომ რაიცი არ გამეორდეს იგივე, და ამიტომ ის ფასს უფრო მეტად აგდებს მაღლა წელს, ვიდრე შეიძლება რეალურად შეიცვალოს. თავი დაიზღვიოს, თადარიგს იჭერს. ამიტომ ეს ინფლაციას რა თქმა უნდა ხელს უწყობს. მაგრამ ახლა შევხედოთ მეორე პროცესს. როდესაც კურსი ასე აწიეს, ბაზრიდან მეტი ფული ამოიღო ეროვნულმა ბანკმა. ერთი შეხედვით იქნება თითქოს სასიკეთო რა, ფულის მასა შემცირდა, იმიტომ რომ დოლარი გაგიდა და ამოიღო შესაბამისად უფრო მეტი ლარი კურსის ცვლილების გამო, ფულის მასა კი შემცირდა. მაგრამ სამოხმარებლო სტრუქტურა იცვლება. და რატომ? თუ კაც ხონდა გადადებული ფული იმისთვის, რომ თქვა, ეყიდა ტელევიზორი, ეხლა უკვე ეს ტელევიზორს ვეღარ იყიდეს. იმიტომ რომ როგორი კრედიტიც უნდა იყოს, მან უნდა ჭამოს, თუ არ გახდება წამალი უნდა მოიხმდალიოს, თუ გაუჭირდა ექიმთან უნდა მივიდეს და ამას ყველაფერს ფასები ემატება. ამიტომ მისი შემოსავლების უცვლელობის პირობებში ფულის მასა ქვეყანის შიგნით რომ შემცირდეს, ფასები მაინც მაღალი დარჩება, იმიტომ რომ არის გარკვეული საქონელი, რადგან მომხმარებელი ნებისმიერ შემთხვევაში უარს ვერ იწვის. აი ეს ეფექტი გვაქვს ჩვენ ახლა სახეს. კიდევ ერთი მინდა გითხრათ, რა იხერა სახელმწიფომ და რა დაგარგა სახელმწიფომ. ამით სახელმწიფო მიხიერა იმპორტის დროს. იმიტომ რომ იმპორტის დაბეჭდიდან იმპორტის დაფიქსირებულია რუსულ ვალუტაში, ფასები 3% განაკვეთს დაარიცხა, ლარი მეტი ამოიღო ბიუჯეტში. იხერა, მაგრამ რა იზარალა იცით? აი ეს ამოღებული ლარი ყოველ უნდა დახარჯოს, მისი მშვიდობებით უნარი უკვე დაგდებულია. ამიტომ მისი ხარჯები უფრო ნაკლები ეკონომიკური შედეგის მომტანი იქნება. ასე რომ, ნუ გოგონება რომ ზოგადად სახელმწიფო იზარალა სახელმწიფომ და ზარალობს თვითონული ჩვენთაგან. ეს შეკითხვა მაქვს. ვინ იღებს, ვინ არის პასუხისმგებელი, όμως კონკრეტული ინფორმაცია თუ გაქვს აქ დარბაზში ხო? ვინ იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ეკონომიკასთან დაკავშირებით ხელისუფლებაში? აი თქვა ვისი იდეა იყო? ყველა აქვს საუბრობთ რომ ეროვნულ ბანკს მაგალითად ბენდუქიძე ებრძვის და მთელი ამ ამგვარ აღარ ებრძვის, რაც შეიძლება და ეროვნული ბანკი რომ დაეჩაჩანაკებინა და დაესუსტებინა და გახორციელდა და ხო რას უნდა ებრძოლოს ის უკვე ეროვნული ბანკის როლი არის დამცირებული როგორც ალეკო რომ ითხრათ რომ ეკაშარაშიძე მართავს პოლიტიკას მეთქი ეკონომიკაში და ჯერებს
ნუ ახლა თქვენი ზოგადად ჯერა მინდა დავიწყო. კარგი თამაშია. ბატონო დარგვეთ. მაგრამ გეტყვით ერთ რამს, რომ წელიწადს გამიჩნია საქართველოს ეროვნულ ბანკს არ ყავს პრეზიდენტი. ხო, რა მნიშვნელობა აქვს ყავს მოვალეობის შემსრულებელი, ხო, მაგრამ არის ძალიან დიდი განსხვავება, იმიტომ რომ პრეზიდენტი იცავს გარანტიები, იცავს იმუნიტეტი და ასე შემდეგ. ხაღალზე მაინც. და მოვალეობის შემსრულებელს